გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციას 103 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ოფიციალურ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეზოლუცია ბოლო წლებში უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ათეულობით ქვეყანა უერთდება. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. 2024 წელს რეზოლუციის თანაავტორი 64 ქვეყანა გახდა. გაეროს ახალ რეზოლუციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფასებენ. ფიქრობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და ამით თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს. მხარდამჭერების რაოდენობა მატულობს და მატულობს. ანუ ეს თემა საერთაშორისო საზოგადოების ამ შემთხვევაში გაეროს დღის წესრიგიდან არ იხსნება. მავანთ აქვთ იმის იმედი, რომ რაც მეტი დრო გავა, ეს დავიწყებას მიეცემა და ჩვენ აქ პირიქით ვხედავთ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტი მხარდამჭერები ყავს ამ რეზოლუციას, რაც ძალიან დადებითია და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა და აი შედეგიც სახეზე გვაქვს. ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო პოლიტიკური და ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუცია, გადაწყვეტილება, დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთის პრობლემატიკის დარეგულირების საკითხთან, მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რეზოლუცია იქნა მიღებული და ხარისხი ეფექტიანობისა, რეალიზაციის, იმპლემენტაციის ამ საკითხებისა შეიძლება ტოვებდებს სურვილს, რომ უფრო ეფექტიანი იყოს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მრავალი ქვეყნის მიერ მიღებული რეზოლუცია, მიუხედავად ზოგიერთი გამონაკლისებისა, მაინც ტოვებს იმედს, რომ რეზოლუცია უფრო ქმედიტუნარიანი იქნება.